მოგესალმებით შემოწიფასებო ყველას, მინდა მადლობა მოგხადოთ. კიდევ ერთხელ ვინც გამოიწერა არხივს ლაიქებს, კომენტარებს, ვისაც არ გამოგიწერეთ, ხოლმე მაქვს გამოიწეროთ და ახლა მინდა შევთავაზოთ ასეთი გაშლა, იფიქრეთ თქვენს პრობლემაზე და ვნახოთ პრობლემის ასე ვთქვათ მოგვარება, როგორ შეიძლება თქვენს სიტუაციაში რას გირჩევთ კარტი და სამყარო როგორ მოაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც გაწუხებს ორ ვარიანტით შემოწიფასებო. კონცენტრირდით საკუთარ თავზე, საკუთარ პრობლემაზე იფიქრეთ და ვნახოთ რას გირჩევთ კარტი, როგორ უნდა მოაგვაროთ ის პრობლემა, რაც გაწუხებთ. ნახოთ, როგორ უნდა მოაგვაროთ პირველმა ვარიანტმა ის პრობლემა, რაც აწუხებს, როგორ უნდა მოაგვაროს მეორე ვარიანტმა ის პრობლემა, რაც აწუხებს. იფიქრეთ შემოწიფასებო და ვნახოთ. მოკლე გაშლა, ექსპრეს გაშლა და ვნახოთ პირველი ვარიანტი. როგორ უნდა მოაგვაროთ და კოშკი, ეს შემოწიფასებო კოშკი ეს არის მოულოდნელი ცვლილება. უნდა დაასრულოთ ის, რაც დასასრულებელია. უნდა შეცვალოთ მიდგომა, უნდა შეცვალოთ მართალია ეს არ იქნება მარტივი და ეს შეიძლება თქვენთვის ძალიან სტრესულიც იყოს, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი, მაგრამ როდესაც კოშკი ინგრევა, ეს კოშკის ინგრევა იწვევს შემდეგ რაღაც სიახლის მოტანას, ხო? აუცილებლად უნდა დასრულდეს. შეიძლება იმას, რა პრობლემაც არის, არ ვიცი მე აქ რა პრობლემაზეა საუბარი, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს შემოწიფასებო კოშკი, გეუბნებათ იმას, რომ შეცვალეთ თქვენი ხედვა, თქვენი მიდგომა, თქვენი პრიორიტეტები, შეცვალეთ ის უკვე რაც აქამდე მუშაობდა, უკვე აღარ მუშაობს, აღარ მოაქვს იმას თქვენთვის სარგებელი, უნდა შეცვალოთ. ეს ყველაფერი იქნება ძალიან მტკივნეული, მაგრამ სრულიად ახალ საწყის, ახალ ენერგიებს მოიტანს ეს ყველაფერი. აუცილებლად რაც დასასრულებელია, უნდა დასრულდეს. ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს ეს. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ კოშკი გეუბნებათ, რომ რაც აქამდე მუშაობდა, რაც გეგონათ აქამდე სწორი, მართალი, ასე ვთქვათ, მიდგომა თუ ნებისმიერი რამ ეს აღარ მუშაობს. დროა შეცვალა, შენი ხედვა, შენი მიდგომა, შენი დამოკიდებულება, გავიმეორე, პრიორიტეტები, თვალთა ხედვა, ასე ვთქვათ და ის მიდგომები, რომლითაც აქამდე მუშაობდი, აქამდე ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ ძირფესვიანად. უნდა ჩამოინგრეს ის ყველაფერი სტრუქტურა, აზრი, ფიქრი, არა აქვს, უნდა დასრულდეს. ერთი სიტყვით, ის ყველაფერი, რასაც სარგებელი აღარ მოაქვს და რაც აღარ მუშაობს. პირველმა ვარიანტმა არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ, დამიტოვეთ კომენტარებში, მაგრამ დასასრულებელი უნდა დასრულდეს. ვნახოთ შედეგი რა იქნება ამ ყველაფრის. რა კი შეიძლება რაღაცას, არ ვიცი, უაზროდ ეჭიდებით, გგონიათ რომ რაღაც გამოვა, მაგრამ ეს მაინც მიგიყვანთ დასასრულამდე, გრევისკენ და სჯობია თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, სამყარო აუცილებლად მაინც გააკეთებს და სჯობია რომ თქვენ თავს გაუკეთოთ მობილიზება და თქვენვე დაასრულოთ ის, რაც უნდა დასრულდეს. და ვნახოთ შედეგი რა იქნება ამ ყველაფრის, თუ გაითვალისწინებთ რჩევას და დაასრულებთ იმას, რაც დასასრულებელია. შედეგი რა მოხდება და ამობრუნდა პენტაკლის ტულზით შემოწიფასებო. შედეგი იქნება ის, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყება, ახალი შანსი მოგეცემათ, ნახეთ დასტის ძირზე პენტაკლის მეფეა კიდე. ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს და ის, რაც უნდა დასრულდეს, დაასრულეთ, რომ ახალი შანსები მოგეცეთ და ახალი პერსპექტივა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, ძალიან მაინტერესებს, რასთან იყო თქვენი პრობლემა კავშირში და რაც ფიქრობთ იმაზე, რაც გირჩიათ ტარომ. ეს პირველი ვარიანტი, მე ასე დავასრულებ და ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორ უნდა მოგვაროთ ის პრობლემა, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, რაც გაწუხებთ, როგორ უნდა მოგვარდეს და სამართლიანობის არკანი. ამოვიდეთ შემოწიფასებო, ერთი სიტყვით, სამართლიანობის არკანი. ორივე ვარიანტში მაღალი არკანი. როგორც ჩანს ეს და დასტის ძირზე ძალის არკანი მაქვს. ორივე ვარიანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს ის პრობლემა, რაც
ჩაიფიქრეთ, ხო, რაც ჩაიფიქრეთ და უნდა მოაგვაროთ სამართლიანი გზით, ჩემო ძვირფასებო. არ მოიტყუოთ თავი, არც თქვენ და არც სხვას მისცეთ იმის უფლება, რომ მოგატყუონ. სამართლიანი კანონიერი გზით უნდა იცოდეთ, რომ სამყაროში ყველაფერი არის დაბალანსებული და გაწონასწორებული. თუ თქვენი ქმედებები აღნიშნულ საკითხში, რაზეც ფიქრობთ, პრობლემა, აღნიშნული პრობლემა, თქვენი მიდგომა, თქვენი ქცევები, თქვენი ფიქრები არის სამართლიანი, თქვენი მოქმედებები, ხო? იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დაგიფასდებათ. ანუ დღევანდელი თქვენი მიდგომა იმ საკითხთან, რაც გაწუხებთ, თუ არის სამართლიანი, ხო? ან გაწონასწორებული. თუ ის პრობლემა ნებისმიერი გზით უნდა მოაგვაროთ სამართლიანად. აქ არ არის ის, რომ უნდა მიმართოთ კანონს. არ ვიცი, რასთან არის თქვენი პრობლემა დაკავშირებული, მაგრამ კანონიერი გზებით. უნდა მიაღწევთ კანონიერი გზებით, მიაღწევთ შედეგს. ჩემო ძვირფასებო, არაფრის დიდებით, არ გამოხვიდეთ წონასწორობიდან, არ დაარღვიოთ სამართლიანობის ბალანსი, იყავთ საკუთარ თავთანაც მართალი და იმ მასთანაც მართალი, ვისთანაც რაიმე პრობლემა გაქვთ. თუ ეს პიროვნული რაღაც პიროვნულ საკითხს ეხება, ჩემო ძვირფასებო. იყავით ერთი სიტყვით სამართლიანი თქვენს თავთანაც და სხვების მიმართაც და ეცადეთ, რომ თუ ვინმე რაიმე უსამართლოდ გექცევათ და რაღაც რასთან არის კავშირში, არ ვიცი, საბუთებთან არის კავშირში, თუ რასთანაც არ უნდა იყოს კავშირში, იმ პრობლემას მოაგვარებთ სამართლიანი კანონიერი გზით, ჩემო ძვირფასებო, და ეს გაითვალისწინეთ. და ნახოთ შესაძლებელია დაგეხმაროთ, ხო? ანუ თუ თქვენ არ შეგიძლიათ იმის მოგვარება თქვენ თავად, მიმართეთ მას, ვის ხელშიც კანონი და სამართალია, ერთი სიტყვით. და შედეგი ნახოთ, რა იქნება შედეგი, ნახეთ, განდეგილი. აუცილებლად მოძებნეთ გზა, რომელიც ჭეშმარიტებისკენ და საკუთარ გზას გაპოვნინებთ, ერთი სიტყვით, საკუთარ თავში ჩაგახედებთ, ერთი სიტყვით და ნახეთ, ვარსკვლავი ამოვიდა. კიდევ სამი მაღალი არკანი, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად მიიღებთ შედეგს, რომელიც იქნება იმედის მომცემი. საბოლოოდ იპოვით თქვენს გზას და სიმართლეს იმ საკითხში, რაც გაინტერესებთ და ძალიან მაღალი ძალებიც გეხმარებიან ამ საკითხში, ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ. ასეთი იყო დღევანდელი ექსპრეს გაშლა ორ ვარიანტზე, ანუ პრობლემის მოგვარება. ასეთი სათაურით, მადლობა და ნახვამდის. დამიკომენტარეთ, ძვირფასებო, მოიწონეთ არხი და დააკომენტარეთ, რა ძალიან მაინტერესებს. დამიტოვეთ კომენტარებში, რას ეხებოდა თქვენი პრობლემა და რამდენად რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.